მადლობას გადაგიხდით პირველ რიგში მობრძანებისთვის. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გავაანონსეთ დღევანდელი ჩვენი შეკრება. მინდა ჩვენს წევრებს, ქართული იდეის წევრებს და თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 3-4 დღის წინ მოხდა იუსტიციის სამინისტროში ჩვენი პარტიის ოფიციალური რეგისტრაცია ქართული იდეის, ამიტომ ყველას მოგილოცავთ ამ დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს შევკრებილიყავით და წარმოგვედგინა თქვენთვის ის პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს აი ამ სიდუხჭირის მდგომარეობიდან. ეკონომიკური პროექტები წარმოდგენილები არიან მეცნიერები, ამ პროექტების ავტორები და თანაავტორები. მოხდება ამ პროექტის განხილვა დღეს. ჩვენ არა ვართ ჩასაფრებულის პოზიციიდან, არ ვსაუბრობთ, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან, მათ შორის ხელისუფლებასთან, ოღონდ კი ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს, განხორციელდეს ეს უმნიშვნელოვანესი პროექტები და დღეს მოწვეულები არიან თქვენ წინაშე წარდგებიან პროგრამის ავტორები, რომლებიც გაგაცნობენ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან. ამიტომ დღეს ეს ყველაფერი კომპლექსურ პლანში განიხილება. ბატონი აკადემიკოსი ბატონი პაატა გიორგაძე არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე. ოდარ ჩეიძე არის თანაავტორი, ერთ-ერთი ისური ჩამდგმელი ამ პროექტის და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ პროექტს და ყველა ქართველის ოჯახში შეაღწიოს იმ ინფორმაციამ, რომ ჩვენ არა ვართ ატაკიერი, ჩვენ არ უნდა ვლამობდეთ იმას, რომ მოვხდეთ სიღატაკის პროგრამაში და ის მოსაზრება თითქოს საქართველოს როგორ მდგომარეობაშიც არის ეს ჩვეულებრივი ამბავი, ეს ყოველად მიუღებელია. ამას წინათ პრემიერ-მინისტრი გახდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტა და იქ შეიხებმა პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენ ჩვენზე მდიდარი ქვეყნის ლიდერი ბრძანდებითო და რას უპირებთ აი ამ თქვენს ბუნებრივ წიაღისეულს და იმ სიმდიდრეს, რომელიც აი ესე იფრანგება დღეს ყურადღებობით. ამიტომ უპრიანი არის, რომ დასავლეთიდან დაგვეწყო, მართლაც ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა ვართ ჩვენ და მართლაც ღვთისმშობლის კურთხევაა ის, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსები, რომელიც ნამდვილად გამოიყვანს ჩვენ ქვეყანას აი ამ მდგომარეობიდან და ამოუწურავი ბუნებრივი რესურსი არის ეს, მაშინ როდესაც ისეთი პოლიტიკები და მათი ლიდერები, მათმა ლიდერებმა კარგად უცნიათ, რომ ის ბუნებრივი წიაღისეულები ამოწურვადი წიაღისეულია და რამდენიმე წელიწადში შეიძლება ისინი დარჩნენ საერთოდ იმ სიმდიდრის გარეშე და ჩვენ მუდმივად განახლებადი რესურსის მქონე ქვეყანა ვართ და ეს არის მართლაც ღვთისდაშვებით და ყოველთვის ღვთისმშობლის კურთხევით. დანარჩენს წარმოდგენილი პატივცემული საზოგადოება გეტყვით და გაგაცნობთ აი ამ პროგრამას. ჩვენ ჩემი მსხვილი მინდა გთხოვოთ, რომ თითოეულმა ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამეცნიეროში ყველას გავაგებინოთ. უნდა მოხდეს აი ამ პროექტის პოპულარიზაცია. ხალხში უნდა გავიდეს ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვართ მდიდარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს რესურსი, ჩვენ გვაქვს პროგრამები კონკრეტული, რომლის ამუშავების შემთხვევაში ქვეყანა ფეხზე დადგება და აი ამას ვთხოვთ უყურეს. მადლობა ყურადღებისთვის, ერთი შეგვიძლია.
მოგესალმებით ბატონებო, ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს თქვენთან ერთად ჩვენ მეცნიერებს, ავტორებს, თანაავტორებს და ახლად შექმნილ პატრიოტულ ორგანიზაციას, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ლევანი კაკოჩაჩუა, მოგეხსენებათ ჩვენი ერთადერთი საფიქრანი, რომლის სულის ჩამდგმელი პატრიოტი ხალხი არიან, პოლიტპატრიოტებიც, ის ღირსების მატარებელი ადამიანები, რომლებიც ნამოს, ღირსებას, კაცობას, ოჯახს შეეწინნენ წლების მანძილზე. არ დაუხარეს თავი, არ მოიდრიკეს ქედი იმ უსამართლობის წინაშე, რომელიც 9 წლის მანძილზე უღლად დაკვადეს თქვენთან ერთად. და მიხარია თქვენ რომ გიყურებთ, გისხებთ. ქართული საზოგადოება როგორც ერთიანი მთლიანი ნაწილი, რომლის განუყოფელი უმთავრესი ღირებულება და ღირსების მატარებლები თქვენ ბრძანდებით. სვავს ერთადერთ კითხვას, რა უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობიდან გამოყვანას, კრიზისულ მდგომარეობიდან გამოყვანას და თვითონი თქვენთაგანში კეთილდღეობა, თქვენ ოჯახებში კეთილდღეობა როგორ უნდა დაისახოს. სწორედ ამ წლების მანძილზე, ამ 2000 წლების მანძილზე ჩვენ ქართველი მეცნიერები, ავტორები, თანაავტორები, ბატონ ნოდარ ჩხეიძე, ჩვენი უამრავი მეგობრები, აკადემიკოსები, იოსებ ბოაჩიძე, ლევან მახვილაძე, ოთარ ნათიშვილი, დღევანდელი ჩვენი სამეცნიერო წლების ივერი ფრანგიშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, ზურაბ გასციტაშვილი. სწორედ აი ამ კითხვის გასაცემად ვიყავით ჩართულები, როგორ უნდა წავდგენილიყავით თქვენს წინაშე და თქვენი ღირსების დასაცავად, არა მხოლოდ თქვენი ოჯახების დასაცავად, რის მფლობელები ვართ, რა შეუძლია საქართველოს, აი სწორედ ჩვენი გარკვეული წლების მანძილზე ეს სამეცნიერო შრომებზე დაფუძნებული კონცეფცია პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ დროულად, სწრაფად, უსწრაფესი გზით გამოვიდეთ აი ამ გაუსაზღვის ყოფით სიტყვით. ბატონებო, ხარ თუ არა ღარიბები? ვარ თუ არა ჩვენი ქვეყნის შვილები ღარიბები? აი ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ დღეს. და როდესაც ჩვენ აი ამ თემაზე ვფიქრობთ, საქართველოს მთელი ბუნებრივი რესურსები შევისწავლეთ მეცნიერებმა. მოგეხსენებათ, საკითხი როდესაც დავაყენეთ, თუ რა უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკურ განვითარებას, აქ თანმდევი ერთადერთი აზრი იყო. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არსებული ზესახელმწიფოები, რომლებიც დღეს ჩვენ მოგვევლინებიან როგორც ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებრივ წარმომადგენელ იურიდიულ ფიზიკურ პირებად, ამერიკა, იაპონია, ევროპა და ასე შემდეგ, რის საფუძველზე როგორ მიაღწიეს მათმა აი ამ დიდ წარმატებას. ამის გადახებას მოგვიწია და მივიღეთ დასკვნა. არც ერთ წარმატებულ ქვეყანას არ მიუღწევია თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს საკუთარი ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების გარეშე. ეგ არის აქსიომა. სტარტაპისთვის საჭიროა ქვეყანამ რაღაც გამოიყენოს, რომელიც სტიმულს მისცემს მის განვითარებას, შემდგომ პერსპექტიულ განვითარებას. აი ამ ძიების ფონზე ჩვენ მეცნიერებმა, რომლებმაც მოვანდობეთ 12 წელი ამ კვლევას, მაშინდელი ეკონომიკური ფორმაციული ცვლილებების შედეგად დაზარალდა ყველა ქართველი ოჯახი. მთელ საბჭოთა სისტემაში, თანაცხოვრების პირობებში, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რესპუბლიკა, სადაც ადამიანებს თავიანთი შრომით მიღებული მოგება შენახული ჰქონდათ სახელმწიფო შენახულ ბანკებში. ეს გახდათ სადღაც ის თანხა, რომელსაც დღეს შემდეგ გვიან მოგახსენებთ, აი ეს ის თანხა იყო, რომელიცაც ქართველი ოჯახები ინახავდნენ თავიანთი მომავლისთვის, შვილების სწავლა განათლებისთვის, მათი ოჯახების, ახალი ოჯახების შექმნისათვის და ადამიანები
ის რაც საქართველოში იყო შენახული ბანკებში შენახული, ეს იყო 14-ვე რესპუბლიკაში აღებული ერთად 1.5-ჯერ მეტი. რა უნდა დაგვეღო საფუძვლად, როდესაც ჩვენ წარმატებული ქვეყნებს გადავხედეთ, როგორ მიაღწიეს, ეს იყო ბუნებრივი რესურსები. აი ამ ბუნებრივი რესურსების მაკროეკონომიკურმა კვლევებმა მიგვიყვანა იმ დონემდე, დასკვნა გამოვიტანეთ, რომ საქართველოში არსებული 450 სახელმწიფო ბანაკების ბუნებრივი რესურსების ბალანსებიდან უნდა აღვიგვო ის რესურსი, რომელიც სტიმულს მისცემდა სახელმწიფოს სწრაფად განვითარების გზას დადგმულობა. ეს სახელმწიფო ბანაკები ბალანსის სახით, რომელიც აღვანილი არის სახელმწიფო საკუთრებაში, მის საკუთრებას წარმოადგენს 450 საბადოიდან, მოგეხსენებათ, ეს არის ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, ტყვია, ვოლფრამი, ჯართი, მოსაპირე და ეს შორს აგვიყვანს 450 მე თქვენ ვერ ჩამოგიყვით, ოღონდ განახებთ ჩამაგერებთ საქმის კურსში. ჩვენი კვლევა ძიება ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, აღმოგვეჩინა ჩვენ საქართველოს არეალში არსებული ბუნებრივი რესურსებიდან ერთადერთი ბუნებრივი რესურსი, რომელიც არ დაანგრევდა ჩვენს ეკოლოგიურ ბალანსს და არ მოფიწყობდა ისეთ გენოციდურ მდგომარეობას, რომელიც ხულოსა და ზემოაჭარის მთიან რეგიონებში არსებობს, სვანეთის და იმერეთის ზედა რეგიონებში არსებობს. მეცხრე საშიში ზონები არსებობს. ამიტომ საქართველოს რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა, იმდენად საფრთხილოა. ამიტომ საჭირო არის ჩვენ ვიფიქროთ ჩვენს რეალურ განვითარების პერსპექტივებზე. აი აქედან რომ საბადოები გავმართოთ, მხოლოდ რენტაბელური აი ეს ბუნებრივი წიაღისეულია. ერთი სიტყვით, რაც წიაღისეული არსებობს, ეს მთლიან შემადგენლობაში რომ დავიწყოთ დღეს, თუნდაც გავიჭიროთ, მოვიწვიოთ უცხოელი ინვესტორები და მივცეთ ეს წიაღისეული საწარმოებლად. იჯარით. რას მივიღებთ, ესეც უნდა ვიცოდეთ. მივიღებთ უარეს და ეკოლოგიური ბალანსი, სადაც ჩვენმა შვილებმა, მომავალმა, შვილიშვილებმა უნდა იცხოვროს. ეკოლოგიური ბალანსის აღსადგენად სჭირდება 225 მილიარდი დოლარი. ესე იგი ვამდიდრებთ ისე უცხოელ ინვესტორებს, მე ვიცი წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით, ინვესტორები, ინვესტიციები უნდა მოძრაობდნენ და უნდა არსებობდეს ქვეყანაში და ვჩებით ისე გაღატაკებული ქვეყანა. სადაც ეკოლოგიური ბალანსი იქნება დანგრეული და ჩვენი მომავალი თაობა ვერ იცხოვრებს იქ. აი ამ ბუნებრივ რესურსებზე გადახსნითი სამუშაოები, ქანების სამუშაოები, შემდეგ რეკულტივაციას საჭიროებს, აღდგენას, შევსებას საჭიროებს, განაშენებას საჭიროებს და ამიტომაც ამას სჭირდება გარკვეული წლები, გარკვეული დიდი თანხა. ანუ ჩვენთვის აი ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის წამგებიანია. ბიუჯეტში მობილიზებული თანხები იქნება მცირე, ხოლო მთლიანად შემოსავლით ნაწილში აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მიიღებს ქართველი მოსახლეობა. ამიტომ ჩვენ მეცნიერება ვიპოვეთ კონკურენტუნარიანი რესურსი. ტყვია, ოქრო, ვერცხლი, თუთია, ვოლფრამის გარეშე იცხოვრებს ადამიანი, იცოცხლებს. მაგრამ ამ ბუნებრივი რესურსებიდან უნდა შევარჩიოთ ისეთი ეკონომეტრიული რესურსი, რომელიც სჭირდება ადამიანებს და ის კონკურენტუნარიანი იქნება მთელი მსოფლიოს რესურსულ პოტენციალებში. 26,060 მდინარიდან, რომელიც საქართველოს მცირე ტერიტორიას 92,000 კვადრატულ კილომეტრს სერავს 59,000 კილომეტრით ბადისებურად. აი ეს მდინარეები არის ჩვენი ძირითადი მიწისქვეშა გუნდის წყლების მკვლევარები და ტყე, რომელიც გადახდებადობას უწყობს, კვლავ-წარმოებას უწყობს ხელს. სწორედ ამ რესურსებზე აღებული აქცენტები დავითვალეთ ჩემი წინათაობის მეცნიერების მიერ შესწავლილი კონკურენტუნარიანობა დავდეთ და დავითვალეთ შემდეგ მდინარეები, მცირე, საშუალო და ასე შემდეგ. ამ მდინარეებმა გაგვცა პასუხი, რომ
ზედაპირული წყლები 26,060 მდინარიდან აი ამ მდინარეებიდან 1/4 ქმნიან პროდუქტს წყალამოდინების ადგილებში. დანარჩენი ცუდაბინების პერიოდში ვარცოფების და ასე შემდეგ გემოს ფერს უნდა იმას ჭირდება წყლები რომ თვეები რომ დაიწმინდოს. ამიტომ მდინარეებს სხვა ფუნქცია მივანიჭებთ მეცნიერებმა. მდინარეები ჩამთვალეთ ჩვენ ეკონომიკის განვითარებისათვის ენერგიაა საჭირო, ელექტროენერგია და სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის გამოვიყენეთ ეს ჩვენი საქართველოს არეალში არსებული მდინარეები. ამის შემდეგ ჩვენ გადავედით დავითვალეთ არსებული ჩვენი რესურსული პოტენციალი მიწისქვეშა გრუნტის წყლებისა. აი ეს მიწისქვეშა გრუნტის წყლები, აი ამ მოდელით, აი ამ ფორმულით, რომელიც ჩვენ წინაშე არის წარმოდგენილი, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი არის. მე თქვენ გეტყვით, საქართველოს არეალში არსებობს ბუნებრივი მიწისქვეშა გრუნტის წყლები 301 მეტ-კუბი წამში. ჩვენ შევისწავლეთ მეცნიერებმა ერთ სულ მოსახლეზე დასავლეთში და აღმოსავლეთში რამდენი წყლის ფორმირება ხდება. ერთ სულ მოსახლეზე დასავლეთ საქართველოში ხდება 19,000 მეტ-კუბი 1 კვადრატულ კილომეტრზე. ერთ სულ მოსახლეზე 19,000 მეტ-კუბი წყალი. აღმოსავლეთ საქართველოში ეს არის 5,000 მეტ-კუბი წამში. აი ახლა წარმოიდგინეთ. აი საქართველოს ტერიტორიული მთლიანად წყალწარმოქმნის ობიექტები მივაქციეთ ყურადღება რომ წყალმა უნდა გადაარჩინოს საქართველოს. როგორ აი ამ ოდესაც მოკლედ გეტყვით თავსას მოგაბეჭდეთ. თუ მოგწინდებათ ვითხარით რომ გავიგეთ. ან კიდე რაღაც გავიყალეთ. აი ესეთი სქემატური სქემით, აი ესეთი დებეტები არის ჭაბურღილების საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც წინასწარ წარმოდგენილი და ჩნდება წერტილების სახით. და საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე აი ეს ჭაბურღილები ქმნიან აი ეგეთ მონაცემს. ეს არის საერთო 86 წლამდე ჩვენ ბუნებრივი რესურსების მარაგები 301 მეტ-კუბი წამში ეს არის მეებერთელა ციფრი, რომელიც ჩვენს ბარას ფოთოლიც არ ჩამოვარდება. აი ეს 301 მეტ-კუბი წამში რომ კოსმოსური რაღაც მექანიზმებით სხვა ქვეყანაში გადავიტყოს. არ დაინგრევა ჩვენი ქვეყანა ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება. ეს არის საექსპლუატაციო დასაშვები მარაგები. ანუ ამის ეს შეიძლება გამოიყენო მრეწველობაში, რომელიც დღესდღეობით ამ 2800 ცალი ჭაბურღილით საქართველოს მთელ აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონებში იხურება უმოწყალოდ. იხურება საუკუნეების წლების მანძილზე, ისე რომ ქართველ კაცს მისი გამოყენების რეალური პერსპექტივები აღქმული არ ქონდა. ვარ თუ არა მდიდრები, ეხლავე დაგანახეთ. აი ამ ნახოთ პოტენციალს დავაკვირდეთ. მსოფლიოში ცხოვრები 301 მეტ-კუბი წამში გითხარით რა ციფრიც არის. ეს არის საექსპლუატაციო დასაშვები მარაგი. პლანეტაზე მაცხოვრებელი 7 მილიარდზე 7 მილიარდ 371 მილიონი ადამიანი არის. გეს, ავიღოთ საანგარიშო ციფრად 7 მილიარდი. თქვენთვის გასაკეთებელი იყო. 7 მილიარდმა ადამიანმა ნორმალურ პირობებში ნორმალურად რო იაზრონოს, იშრომოს, გამრავდეს და მეორე დღე დააგეგმოს თავისი პერსპექტივით, ბიოლოგიური ნორმა არსებობს ასეთი. ფიზიო-ბიოლოგიური ნორმა. 2.5 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს 24 საათის მანძილზე განმავლობაში. ნახეთ საქართველოს პოტენციალს. 7 მილიარდი ადამიანი გამრავლებული 2.5 litrზე. ბიოლოგიური ნორმა, რაც მოთხეღამეში ჭირდება სიცოცხლისათვის, ნორმალური სიცოცხლისათვის. ეს არის 17,7 მილიარდი, 5 შეცდომით ავაპატიეთ, 17,5 მილიარდი ლიტრა ჭირდება პლანეტის მთელ მოსახლეობას ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე, აი რა შეუძლია პატარა საქართველოს ღვთის კურთხევით, ღვთისნებით. 17 მილიარდ ნახევარი ლიტრა ჭირდება მთელ პლანეტის 7 მილიარდიან მოსახლეობას და საქართველოს გააჩნია 301 მეტ-კუბი წამში, ეს იგივეა დღე-ღამეში 26 მილიარდი ლიტრა. ნახეთ, 26 მილიარდ ლიტრას გამოკლებული 7 ნახევარი ჩვენ პოტენციალურად შეგვიძლია მსოფლიოს პლანეტის მოსახლეობა სიცოცხლისათვის აუცილებელი დანიშნულების რესურსით, პროდუქტით უზრუნველყოთ და კიდე ჭარბი რჩება 8,5 მილიარდი ლიტრი. ნახეთ რა სიმდიდრე გააჩნია საქართველოს. რით ახლა თქვენ მდიდრები?
რა რესურსით უნდა იყოს მდიდრები. სწორედ რომ ფასიანი ხალხდებათ უნდა ვაქციო ეს აქტივების ნაწილში ეს რესურსი. აი როგორ ვაქცევთ, ციფრები იყო ეს შეადი გოგონა, რაღაცა სტატიები აქვს, საკითხული რაღაც. აი 573 მეტრი კუბი წამში. საექსპლუატაციო დასაშვები 301 მეტრი კუბი წამში. 301 მეტრი კუბი შეიძლება გავხატოთ ჩვენ 580 და 580 მეტრი კუბი წამში. 8 თვის მანძილზე. მაგრამ არის კი საჭირო, როდესაც ვდებთ თქვენ წინაშე საქართველოს რესურსულ პოტენციალს მსოფლიო მნიშვნელობით. წარმოიდგინეთ, არ არის საჭირო. ამიტომ 301 მეტრი კუბსაც რომ ჩამოვასხათ, ვაქციოთ საკონლად, ამას ჭირდება 10 საქართველოს ტერიტორია. საწყობებად უნდა აქციო 10 საქართველოს ტერიტორია და შექმნილი პროდუქცია ამას ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ გაატარებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მცირე პროცენტი გავატაროთ. აი ამ 301 მეტრი კუბი წამიდან ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ მხოლოდ და მხოლოდ 2.5 მეტრი კუბი წამში. 300-ს გამოკლებული 2.5 ნაკეთ. და ეს სწორედ უნდა მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომ ფრანგებისა და იტალიელების კონგლომერატული მაფიოზური თვისებები რაღაც მოდელი უნდა შექმნათ, ეს უფლის ნებით მოხდა ეს მოდელი, შექმნა, გადაგდა თქვენთან ერთად, თქვენი სახელით, ჩემში გადაგდა და მოვიფიქრეთ მოდელი, როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე, როგორ დავიმკვიდროთ იქ ადგილი, როგორ ჩავანაცვლოთ ფრანგები და იტალიელები, რომლებსაც უჭირავთ მაფიოზური გზით მოყოლებული 50-იანი წლების შემდეგ აი ამ ბაზრის ცერკვები. ჩვენ უკვე შევისწავლეთ მსოფლიო ბაზრის მდგომარეობა. ყოველდღიურად უხარისხო მსოფლიო ბაზარზე უნდა ვიცოდეთ რა ხდება. ყოველდღიურად უხარისხო წლისგან მიღებული დაავადებებით იღუპება 260 მილიონი ადამიანი. აქედან 6 მილიონი ერთ წლამდე ბავშვი. მსოფლიო შესაბამის ორგანოებში გაეროს, უნეფას მიერ აი აქ არის ჩამოთვლილი მიღებულია დეკლარაციები, მაგრამ ვერ უშვებეს აი ამ სამყაროს. ამიტომ ჩვენ შევძელით დაგველაგებინა გადახდის უნარიანი და გადახდის უუნარო ქვეყნებთან ურთიერთობა როგორ გექნება. მიგვეყო ესეთი შვალები, რასაც ისინი შეძლებდნენ გაეროში დღეს წყლის პრობლემათა შესწავლილ კომიტეტში მსოფლიო მოსახლეობის, სადაც იქ წყლის ხელმისაწვდომობა ნაკლებია და არ არსებობს ფულის ერთეული, ჩვენ დავალაგეთ გადახდის უნარიანი, გადახდის უნარო და წარმატებული ქვეყნების სადაც მოწყობილება წყალზე იზრდება. აქედან გამომდინარე ჩვენ გავედით აი ამ მოდელით მსოფლიო ბაზარზე. აი წითლად რაც ჩანს, ეს არის უკვე ცეცხლი უკიდია მთელ მსოფლიოს. წყალი 2025 წლიდან იმდენად მცირე და იმდენად დიდი არის მოთხოვნილება წყალზე, აი ნახეთ წითლად შეგებილი მთელი ამერიკა, ევროპა და ასე შემდეგ, ეს ადამიანები განიცდიან წყლის დეფიციტს. ანუ ამ ზონებში ადამიანებს ხელმისაწვდომობა წყალზე, სუფთა ბუნებრივ წყალზე არ აქვს. ისრაელი აფრიკას ზღვას სვავს, ასმერს თავის მოქალაქეებს. ზღვისგან მიღებული პროდუქტი მეშვიდე მერვე წელს იწყებს ძალიან რთულ დაავადებებს. თუმცა ის არის დოდაჩხეიძეს აერიდანაც აქვს მიღებული წლების მანძილზე, კოსმოსში იყო გამოყენებული მისი დანადგარი, აერიდან გეულობდა წყალს კოსმონავტები. და ისეთი აპარატი შექმნა წლების უკან, მაგრამ ის არ იყო ძალიან ადამიანისთვის სიცოცხლის ხმლივებელი. წყალი არის ცოცხალი ორგანიზმი. წყალი იმუხტება როგორც დადებითი თვისებებით მატარებელი ელემენტებით ელემენტარულ დონეზე. ასევე უარყოფითი ემოციების მატარებელიც არის წყალი. წყალი არის ცოცხალი, სიცოცხლისათვის. წყალი არის ადამიანისათვის აუცილებელი საერთო დანიშნულების რესურსი, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს თავისი ბუნებრივი სტიმულით, თავისი ბუნებრივი ელემენტარული თვისებებით. ამიტომ სასიცოცხლო დანიშნულების შემოვიტანეთ ტერმინი, წყალს უწოდებთ სასიცოცხლო დანიშნულების აუცილებელი პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაქციეთ წყალი პროდუქტად პროფექცია წყალი მექანიზმების მოფიქრება მოგვინდა მოდელი, როგორ შევიდეთ ფრანგებისა და იტალიელების გვერდის ავლით ბაზარზე და როგორ დავიმკვიდროთ ადგილი.
ბაზარი შევისწავლეთ. მილიარდობით დოლარია გამოყოფილი გაეროში, რომ წყლით უსაფრთხოება დაიცვა. ჩვენ თავაზობთ 24 ცენტრის პირობებში. აი ამ მექანიზმით სტრუქტურით ტრანსპერციაში წარმოგიდგენთ. ანუ ეს არის მოდელი გიგანტების თქვენ 301-დან ინდუსტრიაზე ვაშენებთ 2.5 მეტრ კუბს წამში, ვასაქმებთ შრომისუნარიანი მოსახლეობის 100,000-მდე ადამიანს საშუალო ხერხასი, ანუ ქვით ინდუსტრიას 2.5 მეტრ კუბზე. ეს ინდუსტრია იქნება თქვენი ოჯახის მომავალი. შემდეგ იმ 301 მეტრ კუბიდან ნაწარმოებულ ინდუსტრიულ მშენებლობაში 2.5 მეტრ კუბი ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი წყალი ვაქციეთ ინდუსტრიაზე მიხით პროდუქტად. აი ეს პროდუქტი მატერიალურ ფასეულობად ვაქციეთ და გავიტანეთ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. და ერთ სულ მოსახლეზე ამ არსებული კანონებით აი ამ ციფრის ფლობელები ხართ თქვენ 301 მეტრი კუბი წამში ინდუსტრიის მშენებლობის დროს იძლევა საქართველოს აქტივების სახით აძლევს სრულ გარანტიას. ეს არის დღეღამეში 301 მეტრი კუბი ნიშნავს 2.277 მილიარდი დოლარი გვაქვს განახლებადი რესურსი, რომელიც გეკუთვნის თქვენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას. გამორჩეულად თავისი ეროვნულისა და წარმოშობის და ეროვნულისა. აი ეს ფული, აი ამ კაპიტალიზაციის მოდელი ჩვენ შევძლებთ ბაზარზე შესვლა. ანუ აქტივები დაუხდეთ საქართველოს მსოფლიოს აკლასის, რომელიც ინდუსტრიაზე იძლევა საშუალებას, რომ საქართველო თავისი მოსახლეობის წინაშე კონსტიტუციურად დაკანონებული სახელმწიფო შიდა ვალები შემოსავლით ნაწილში აღიარებული კონსტიტუციით, რომ უზრუნველყოს ვექსილებისა და თამასუქების სახით ისე დაუდგოთ შიდა ვალში აღიარებული ის თანხები. აი ისინი პატრონები ვართ ჩვენი ბუნებრივი რესურსების, როცა ინდუსტრია მუშაობს 25%-ის კაპიტალიზაციას თუ გავაკეთებთ. რას ნიშნავს კაპიტალიზაცია? რესურსი გამრავლებული გასაკის ფასზე, როდესაც ინდუსტრია მუშაობს, გამრავლებული მის რაოდენობაზე და გადის უკვე ფასიანი მოგებიანი ქაღალდები სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ჩვენ ბაზრის სეგმენტის მოპოვებაში გვეხმარებიან და მშენებლობისათვის გვაძლევენ 2 მილიარდ 100 მილიონ ფულს. აი ეს ბუნებრივი რესურსი ქმნის ფულს, აქტივს. აი ეს მოდელი გვაქვს, ანუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეკონომიკის განვითარებისათვის მოსაწიებელი თანხების რეალური პერსპექტივები დაგეგმილი. აი ვინ ეხლა მეორე მთავარი შედეგი. თქვენ არ ახართ ღარიბი ქვეყნის შვილები, თქვენ ახართ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის შვილები. აი ესე არის გაწერილი ყველა დებულება, ტრანსპორტირება გაფრთხილებული გვაქვს და უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის შვილები ვართ ამ პატარა საქართველოში, რომლებიც მთელი მსოფლიოს გაზისა და ნავთობის წარმატებულ ქვეყნებს ჯობი ვართ ბევრად, იმიტომ რომ ის არის ამოწყობადი, გაზი და ნავთობი, ეს არის განახლებადი. თუ დღეს გადავარჩენთ და დღეს გავარჩენთ. კი არ მომჭირთ და გამჭირთ. გავარჩენთ. ბატონო, არის ისეთი ფორმულა, რომელიც აჩვენებს შემოსავალი რამდენია და რამდენი იქნება გადასახადი. კი ბატონო, სწორია ეს მე გამოტოვეთ ახლა. თქვენ დივიდენდის სახით შეძლებთ. მიიღებთ ერთ ამ ინდუსტრიის მონაწილეობაში ერთი სული მოსახლე ეტაპობრივად მიიღებს ერთ აქციას, რომელიც 50,000 ლარამდე ტოლფასი არის, მაგრამ აქცია მაშინვე არ იქნება ესეთი ნომინალური კიდევ. აქცია იქნება 1000-დან 1500 დოლარი. ისე არ გავხდეთ, რომ როგორც ჩინეთს დაემართა. არის ასეთი ჯონათან გუცი, რომელმაც დაწერა წიგნი ჩინეთის ეკონომიკური განვითარება. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იქ წერს, რომ რაც ჩინეთმა მიაღწია ინდუსტრიულ დონეს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დღეს იმ შემოსავლების 80%-ს ხმარობს იმ გაფუჭებული ბუნების აღსადგენად, ასე რომ ამ წყალს გაფრთხილება ჭირდება. ეს მეორე პრობლემა ის არის, რომ მთავრობამ ამ ბოლო ხანებში დაიწყო წყლების გაყიდვა. ინტენსიურად ყიდის ჭაბუკი პროგრამა მთლიანად ამუშავდება, დაახლოებით 20,000-მდე სამუშაო ადგილი გაიხსნება პირველ ხანებში. და ღმერთმა ქნა. ბატონი ლევან ჩაჭვას მინდა კიდევ ერთხელ მოულოცო და ის მეგობრებს იმ ხალხს, რომელიც აქ ახალ წარმოდგენილები მრავლად მიულოცო, რომ ამ 10 თვიანი წვალების და ბრძოლის მერე
ეს პარტია როგორც იქნება დაარეგისტრირდა. ეს არის მომავლის პარტია. ის მე არ ვჯერ ამ ნათელფილელების და ვიღაცების, მაგრამ უკვე თვითონაც გრძნობენ რომ სხვა გზა არ აქვს. ეს არის მომავალი საქართველოს არის მეცნიერების და ახალგაზრდების. ხოდა მე მგონი ასეთი ახალგაზრდა კაცი არის ლევანი, რომელიც თუ არ გაითვალისწინებს მირჩევა დარიგებას სახელმწიფოს მესვეურები უნდა შევეცადოთ რანაირად გადავდეხოთ პოლიტიკური სიტუაცია და მოვიყვანოთ ის ხალხი, ვინც იფიქრებს თვითონ ქვეყანაზე. უკვე დაიღალა ხალხი 25 წელიწადი არის, რომ აი ხალხის გულისთვის იწვიან და ხალხა რაღაც საშინელ ბრძოლებში არიან, ამ დროს თვითონ იღებენ ხელფასებს და პრემიებს. ერთი გუნდის საკითხი ვარ, წარმოდგენილები, ბაატა გიორგაძე, ბატონი თემურ კვარაცხელია, ანზორ საკანდელიძე, პროფესორი, დიდებული ქართველი ვაჟკაცი. ხოდა ყველა ფიქრობთ, მიბრძვით იმისთვის, რომ ყველას ეშველოს. ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები, რომლებაც ჩვენი ცხოვრების წესით დავამტკიცეთ, ის რომ თავი არ დავხარეთ, არ დავწეგით, არ გადავაფორმეთ, არ დავაბეზღეთ. ტრადიცია, ქართველობა, კაცობა წინაპლანზე დავაკენეთ და ამ ბრძოლაში ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩით. ეხლა არის ესეთი აი ბიზნა რო არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდით კი არა, უკეთესად ვიქნებოდით. ეს იყო შემანელებელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ეს კოჰაბიტაციური პრობლემები და ეს ეკონომიკა აღარ აქვს, აღარ სამართალი არ აქვს, სამართლიანობის აღდგენა არ მიდის და ეს ყველაფერი მოდის სხვა კონტინენტიდან, რომელსაც არ უნდა ქართველი კაცი ფეხზე დადგეს, არ უნდა საშუალო ფენა შეიქმნას, უნდა იყოს სულ გაჭირვებული განათლება, როდესაც გიჭირს აღარც განათლებისთვის ძალია, აღარც ჯანმრთელობის დაცვისთვის ძალია, არაფრისთვის არ აქვს ძალია. ეხლა იქ ბატონმა წეყანი იკითხა, წყალიო როგორ იქნება ყველა მოქალაქე 4 მილიონი კაცი გახდება ამ სააქციო საზოგადოების წევრი, რომელიც ეს აქცია რომელიც იქნება დაახლოებით 30% გამოყოფილი მოსახლეობისათვის, მთელ კომუნალურ პრობლემებს მოაქვს, ჯანმრთელობის დაცვას და განათლებას უზრუნველყოფს. ღირსეულ განათლებას და ღირსეულ ჯანმრთელობის დაცვას. ეხლა ეს ჯანმრთელობის დაცვა და განათლება ყველას ერთდროულად არ ჭირდება, ხო? მე მაგალითად უკვე საპენსიო ასაკის კაცი ვარ, განათლება არ მჭირდება, ამ თანხას სხვანაირად მოვიყვანე. ამიტომ მოგიწოდებს, რომ აი დავიცვათ ეს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე. ბატონო ბაატა გიორგაძე გაგიდა ყველაფერი, თავი მიუძღვნა თავის მეგობრებთან ერთად ამ პროგრამის მომზადებას, ამ საკითხების შესწავლას. ამ კაცის გენიალობა იმაში არის, რომ ის კი არ არის, რომ წყალი გვაქვს, ეს ვიცით, რომ წყალი გვაქვს, მაგრამ როგორ უნდა გახვიდეს საერთაშორისო ბაზარზე, რანაირად უნდა მოახდინო მისი რეალიზაცია, რა უნდა იქნა იმისათვის, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს. დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, განარ დაიწყო ამაზე ფიქრი. თვითონ იცახოდნენ, რომ ეს პროგრამა რო არ გავაკეთოთ, დავიღუპებთ. შექმნეს სახელმწიფო საბჭო. აგერ ბატონი პაატა და კიდე რამოდენიმე ჩვენი წარმომადგენელი გახდნენ სახელმწიფო საბჭოს წევრები. ორი სხდომა ჩატარდა, მაგრამ მერე მოვიდა ვიღაც ამერიკელი და უთხრა, რომ ბიჭო რაღაცას თქვენ ისე არ აკეთებთ და მაგი არაა თქვენი საჭირო გააჩერეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. ბრავო. ჩვენი ქართული იდეოლოგიით უნდა ვიცხოვროთ, ეკლესიას უნდა დაუჯეროთ, ეს ხარისხი მორწმუნეობრივი ხარისხი მაღლა უნდა ავწიოთ, შური, ბოღმა, ერთმანეთის გაუწყლობა უნდა დავთმოთ და გვერდისთვის სათნო რო გავხდებით, ყველაფერი გვექნება ჩვენ. თორე ასე გათვითოკაცებული ვართ დანგრეულები. ამ წყალსაც წაგვართვებენ, როგორც ბორჯომის აკვართვეს. ბორჯომის იგივე წყალი იყო, მაგრამ წაიღეს ეს და რა, არაფერი. ბიუჯეტში შემოდის კაპიკები. ოქროს ქარხანა კი გვაქვს იმაში, ქვემო ქართლში, მაგრამ რა შემოდის ბიუჯეტში? ეხლა ომი არის თელი იმაში ზატკი, რომ ის ხუთონგესი უნდა გავაკეთოთ. ხუთონგესი რო გააკეთოთ და თელი სიმძლავრით ამუშავდეს ბიუჯეტში შედის 25 მილიონი, მეტი არ შედის. ხოდა ამ სისულელეებს გვიტენავენ თავს, არის დაგნარი ის ვითომებას ეჭვმება, არის რაღაცა და ძირითად საკითხს მოცილებულები ვარ. ჩემი თხოვნა იქნება, სულ ყველა ვინც აკესრებით, გახდით პროპაგანდისტი და ხალხს გააგებინეთ, სოლიდარობის მეტი ჩვენი გამოსავალი არის. ხალხი უნდა დაგეს ერთად. აი ამის გამოვედით, ამის საფუერა ჩამოვედით, ეგ წყალიც დაიწვით, თორე
გავა დრო და მაგასაც დავკარგავ, სულბალი დავკარგავ. უკვე გაერომ დაამტკიცა. განგაში ზარები დარელი ჩამორეკა, გაერომ და თქვა, წყლის კრიზისი 2025 წლისთვის რო იყო მოსალოდნელი, გადმოიწია და 2015 წლიდან 4 მილიარდი კაცი დედამიწის ზურგზე რჩება კაცრი კრიზისის ქვეშ. ეს რას ნიშნავს? უკვე აღარ არის ის რომ ვიღაცებს უნდათ რომ მოვიდნენ და დაეპაროს სომალია არის უდიდესი ქვეყანა ნავთობის მომპოვებელი ერთ-ერთი დიდი, მაგრამ ტელევიზიით იცით და ალბათ გაზეთებიდანაც იცით რომ ხალხი სანაგვეებში იკვებება. მაგათი თავარი თავის გადარჩენის წყარო არის სანაგვე და ნელ-ნელა ქართველები მივყავართ იქით თორე ვინ ახავდა ადრე სანაგვეში ჩამწრალ ქართველებს და ვინ ახავდა მაგრამ ცხოვრება მოიტანა იქამდე რომ ნელ-ნელა იქ მივარ უფასო სასადილოებამდე და ეს ბატონი ლევანი ჩაჩუას ძალისხმევა იმაში მდგომარეობს რომ ეს საკითხი გამოსწორდეს პაატაზე მოგასცენეთ ოჯახი გაწირა პაატამ და ამ კვლევებს და ძიებებს შეწირა უზარმაზარი თანხა აგერ არის ნოდარ ჭყეიძე რომელმაც თავი არ დაზოგადდა ზაურ ციხელაშვილი და აღარ ჩამოყვები იმ წასულ მეცნიერებსაც მოვეხსენებ ფალ გეიდა ფალავანდიშვილი და დაწყებული ფრანგიშვილი გუაჩიძეები ხარატიშვილები ეს უზარმაზარი თაობა და პრიადა იყო რომელმაც იშრომა ღმერთმა საჩუქარი მოგცა მოგვიბზადა რომ ერთ-ერთი წელგამართული ქვეყანა ვიყოთ მსოფლიოში და ჩვენი უნიათოობით და ჩვენი სიზარმაცით და ჩვენი იმითი რა ქვია აი რა დავარქვა იმას გულგრილობით რომ მივიყვანთ იქამდე საქმეს რომ ესეც დავკარგოთ ყველაფერი გვაქვს კიდე შესანიშნავი პროექტები გვაქვს რომელიც აუცილებლად ამუშავდება ბატონი ანზორის საკანდიდატო ბატონი თემურ კვარაცხელიასი რომელიც წარმოგიდგენდნენ და თუ გეტყობათ გამძლეობა რომ მოისმინოთ ის რაც არის თქვენთვის სასარგებლო და რაც ქვეყანას და ხალხს გაახარებს და თიშობელს გაახარებს, იმიტომ რომ ის უკრული ქვეყანა ვარ, ძალიან სასიამოვნო იქნება და მე გქონთ უყველას რომ გახდეთ ამ საკითხის პროპაგანდისტები. შეიძლება შეკითხვა? ისე ხო არ მოხდება რომ ეს დამუშავებული პროექტები უკვე ინვესტორების ხელში აღმოჩნდა და ჩვენც არიელები დავჭებით თელი საქართველოს. არ დავდექით უყველა ერთად ზუსტად ეგ მოხდება. ზუსტად. აი რა თქვენ ბრძანეთ ზუსტად ეგ აკეთება და იმისთვის მოვედით რომ ყველას უნდა გავაგებინოთ გარშემომყოფებს სოფლებში, რაიონებში, მეზობლებს, ნათესავებს, ვიცაკარებს. აჭარიდან დავიწყეთ და გადავალ ზუგდიდში, გადავალ ქუთაისში, გადავალ და მერე სპორტის სასახლეში ჩავატარებ. სპორტის სასახლეში უნდა ჩავატაროთ გაზაფხულისთვის დიდი შეკრება. აი ვინც არის დაინტერესებული იმის იმ კუთხით რომ თავისი ქვეყანა ტკივა, მარტო თავისი პრობლემა კი არა. ქვეყანა ტკივა. მეტად ზარიკო საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები დაგვაქვს. ჩვენ ბოლით პატიმრებები. ის ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. და იქიდან კიდე გამოსულები არ აქვს. არ მინდოდა მე თქვა თორე მე რო დამიჭირეს. მაიძულებდნენ თანამშრომლობას, მინდი აგურეხელიძეზე მაიძულებდნენ, ჯონი ხეცურიანზე მაიძულებდნენ, კიდე ერთ ხელი დაადებოდა, შენ გაეთქნები. როგორ ვიცხოვრო მეთქი, მე ამის მერე თქო. მე ადგენენ და დამემუქრე შვილებს დაგიჭირდა. უკვე დაიჭირეთ. კაცები არიან უნდა გაუძრო ყველაფერს თორე გარეწარი მამიშვილება რატონდათ ან ისეთი ქონება რა თქმა. დამიჭირეს შვილები, დამიჭირეს დაუჭირეს. წამართვეს სახლები, წამართვეს, ყველაფერი წამართვეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ხელები ჩამოვყარო ახლა და ვიმიშუშო და ვიტირო. უნდა დავდგეთ და ვიბრძოლო. ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად, კაცურად, სინდისით და გავიხსენოთ ჩვენი ბაბუები, ბეგიები და არ უნდა დავაგოთ იმათი გადმოცემული დროშა. შეიძლება დღეს დაკარგე ხარ სახლი, მაგრამ ჩვენის პროგრამაც აქვს ამ სააგენტოს თუ გავხსნით იმ სამწართმეულებსაც იგივე ქონებას დაუბრუნებთ უკან. ძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი. აი ვიდრე მაგას შეიძლება არასდროს არავისთვის არანაირი დაპირება არ მოგეცია. აი მაგას ვფიქრობთ რომ იმ მევახშეებს ბოლომდე იმხედავ და მოვლ. მივართ იქამდე რომ გავიგებთ ვის ფულს ავახშებდე და იმ თქვენი სახლებიდან აუცილებლად კინწისყრით გამოვხდით რა სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანი სასამართლო. არა უშო ჩვენ თუ განავლობთ ეს უკვე კარგავდა ხოლმე მიუხედავ აუცილებლად ბოლომდე მივხვდით და სამართლიანობა გამოვხდით. და რომ
მინდა რომ ბატონ ლევონს მართლაც იულოცო ის დიდი შრომა რაც გაწია ამისათვის რომ 10 თვის განმავლობაში მართლაც გადადვა თავი და ეს პარტია რაცაც ქვია ქართული იდეა დამთავრდა პირველი ეტაპი წარმატებით და ეს პარტია დაარსდა და მოვიწყდა ყველას. ეს არის ჩემთვის ძალიან დასახარებელი ვინაიდან 1990 წლის პირველ არჩევნებში, როდესაც პირველი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, მეც ამ ხელისუფლების წევრი ვიყავი, ეს მოვაწერე ჩემი დამოუკიდებლობის აქცია და ის ეროვნული ძალები, რომელიც შემდეგ განადგურდა და აგერ 24 წელიწადია ქართველი ხალხი ელოდება მართლაც მოვიდეს ხელისუფლებაში ეროვნული ძალები, რომლებიც გააკეთებენ მართლაც იმას, რაც ესე ქართველ ერთს უნდა, ამას მთელი საქართველო უნდა მიესწროს. ამიტომ არის ის რომ თქვენ უნდა გაიტანოთ ეს აჯანაში ყველგან, რომ შეიქმნა ასეთი პოლიტიკური პარტია და მე ეჭვი არ მეფარება ბატონი ლევანის ეროვნულობაში, იმიტომ რომ ეს ისეთ ეკლესიურ და მართლმადიდებულ ცხოვრებას ეწევა და რაზედაც დაიჭირეს ერთ ყველა ვიცი ტელევიზიით იყო დახმაურებული და როგორ ვაშკაცულად ყველაფერი გადაიტანა იქა და დღეს მართლაც მთელი საქართველო რაღაცა უნდა მიეცამოს ეროვნული ძალების ცდელობას მოვიდეს ხელისუფლებაში და ყველა უნდა შეუწყოთ ხელი ამას ესე იგი. ეხლა რამდენი წელიწადი ვიყავი მე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი ხადაშვილის 5 წელიწადი მე ბათუმში კითხულობდი ამ ლექციაზე. როდესაც მე ეს უკვე პროგრამა და ყველაფერი წარდგენილი მაქვს ხელისუფლებაში ჩაიარა სააკაშვილის ხელისუფლება არაფერი არ გაკეთდა. მოვიდა ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერი არ გაკეთდა და არის სრული ქაოსი და უბედურება. აი რისთვისაც ამდღარ მე აქ ხოლმეს მოსვლა და ვარ მე აქ ჩამოსული აი თქვენ რომ გაგაცნოთ ის პროგრამა რომელიც პირადად მე მაქვს გამუშავებული ეს ჩვენი ასოციაცია როგორც თავისუფლად მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარეა და აი ამ ასოციაციის Facebook-ზე ეს პროგრამა რომელიც მოწოდებული აკადემიკოს ლეო ჩიქავას და სხვა ცნობილი ეკონომისტების მიერ წარდგენილი არის ახალი ხელისუფლების თვისაც, მაგრამ საფრთხებოდ ისინი დღესდღეობით ამ პროგრამას იგნორირებას უკეთებენ. ქონდა ჩვენ 4 წელიწადი ქონდა ფინანსთა სამინისტროსთან შეერობა და როგორ უნდა მოხდეს ამ ზარალისადაც გაუგება და როდესაც ჩვენ აი ეს პროგრამა აზრდას ახლა როგორ გელაპარაკეთ როცა გავუშიფრეთ ყველაფერი თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ექსპერტები, ჩვენი ასოციაციის ექსპერტები, როდესაც აი ფინანსთა სამინისტროს ექსპერტებს მე მოაგილებს გამახდეს მივედი ფინანსთა მინისტრს მივედი ეს ახალი ხელისუფლების მოსვლამდეც იყო და შემდეგ როგორ და ვერაფერი ვერ მოვინახეს ამ პროგრამაზე ვერაფერი ვერ უყოვეს რომ არ შეიძლებაოდეს მისი თქვა ამოქმედება და შემდეგ ასეთი უბრალოდ ისეს გამოვინახეს რომ ეხლა მაგას გადათვლისო ეს ბიენაბრების დათვლა მაინც აღრიცხვა რომელიც აღრიცხული იყო ეს ანდერგადაცის ბატონმა პაატამ გეოგრაფიაზე როგორ იყო ეს აღრიცხული და ეს შემდეგ დაიკარგა ნაწილი 30% თვითონ დაკარგეს თუ რაღაცა რომ როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება და მაშინ მე შემოვიტანე წინადადება რომ დავიწყოთ თავიდან აღრიცხვა რა ალბათ გაიხსნა ახლა ოფისები აი აქ როდესაც აი ეს პარტიის უჯრედები შეიქმნება ხება რაღაცა ხო იქ არ მოძანდები თქვენ ეს პროგრამაც იქნება აღრიცხვაც იქნება მოძანდები თქვენი აი ამ რას ქვია მას შეგაფრის სალამოს იქ ნაკეთით და მოხდება იქ აღრიცხვა შემდეგ როდესაც ამას შეაჩერა და მე ვთქვი რაც არის უკვე აღიარებული 1998 წელს 11 სახის დაზარალებულთა ზარალი ამ 11 სახის დაზარალებულთა შორის მილიარდი და 200 მილიონი ეს აღიარებული შიდა ვაგია რომელიც სახელმწიფო სიცხილი არის რომ აგერ ამდენი წელი არის რომ სახელმწიფო აი ამ ზარალს აი ამ აღიარებულ ვარს არ უბრუნებს თავის მოსახლეობას და ამაც არის დაახლოებით 700 მილიონი არის აი ამ მიანაბრებს დანარჩენი არის სხვადასხვა სახის და ჩვენეულებით ესე იგი რაღაც ასე მოვიდა რომ თქვენ ვიზახით რომ აი ამას დროში გაიწელება იქ არის სხვა სახის დაზარალებულებიც 10 სახის დაზარალებული რომელთა აღრიცხვა ძალიან ნაბიჯი მოსაწესრიგებელია ეს არის იქ რაც იყო
კოოპერატიული მიღწევები და სამწუხაროდ ეს ყველაფერი იქა 1992 წელს, როდესაც დაარიგეს ობლიგაციები და შემდეგ ეს უკვე დაეკარგა ხალხს და სხვადასხვა ფასიანი კახალები და რაღაცები და ამის დაბლა ძალიან ნამდვილია. მოდი დავიწყოთ მაშინ აქედან ესე იგი. შემდეგ იქიდან მე გამოვიდა უკვე ახალ ხელისუფლებაში. გაგზავნა ეს შემდეგ საუბრები ახალ აი ამ ასეთ გასვლა გამოსვლა ახალ ფინანსთა სამინისტროში. და ბოლოს მიზეზად რა მოგვიტანეს და დაგვისახელეს. ვინაიდან დაპირისპირდა ერნობა საკომპენსაციო სახელმწიფო თამასუქების დარიგებას უფასო მოსახლეობაში ის ზარალი რაც მიაკეთა სახელმწიფო მოსახლეობას და იმის დოკუმენტი აქვს იურიდიულად დამოწმებული და აღიარებული შიდა ვალაც არის ის და დავიწყოთ 1.2 მილიონით ესე იგი როდესაც უცხარით აი არ გვინდა ფული არ გვინდა ბიუჯეტიდან ფულს ავიწყოთ მოგვეწით აი ასეთი საკომპენსაციო სახელმწიფო თამასუქები დავარიგოთ 1.2 მილიონის და ამაში დამეხმარა ბატონი გოგი ქუფაძე რამდენიმე ეს თუ ახალ ფინანსთა მინისტრის ეს დოდარხატური ბატონი და ახლა იქიდან მოვიდა ასეთი პასუხი და ბატონი გოგი ქუფაძე მეუბნება ჩემო აზო აი მინისტრის პასუხი ასეთი რომ ხახალს არავინ არ მიიღებს ყველას უნდა ფული და სურვილი იმისა რომ მიიღოს ეს საკომპენსაციო სახელმწიფო თამასუქი ამის სურვილი არავინ არ იქნება საქართველოში და გოგი მიხა პირდაპირ თუ მომიყვანთ თქვენ ერთ მაგალითს მაინც ერთ კაცს რომელიც თანახმა არის რომ აღიარებული ვარია სახელმწიფოს მიერ და ის თანახმა არის მიიღოს სახელმწიფო თამასუქი იქა გამახსენდა ბატონი გალს ვაგია როცა ყოლმე მოგიგდა როდესაც აი როცა გამოვიდეს სახელმწიფო და ყველაფერი გაუკეთეს 18 მილიონი სახელმწიფოს ეკუთვნის ეს 4 მილიონი იყო და შემდეგ თავისი უკვე როდესაც დაერიცხა მაგ სალუები 18 მილიონამდე ასული არის სახელმწიფოს მიერ მისადმი დასაბუნებელი ვარი და ეს არის გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ამაზე ზემოთ არაფერი არ დგას ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს ესე იგი სახელმწიფოს აქვს აღიარებული სასამართლოს წესის ბატონ ზაარზე რო აქვს მისაცემი 3 მილიონი საკონსტიტუციო სასამართლო კაც სახლიდან გამოვაკლეს და დაიჭირეს ხოდა აი ეს როდესაც მე მივიტან ერთი კიდევ სირად მეხნიანება მე შემდგარი კაცი ვარ და კითხავდა რომ იქიდან არის ერთი ოთუკეთელი კაცი არის რომელიც ის არის ბერძენიშვილი გვარად გამახსენდა და მასაც თქონდა აღებული ობლიგაციები შესყიდული და გაუუხდა ის 92 წელს და ისიც თანახმა არის მას თქონდა სადღაც 4 მილიონამდე ესა და როგორც კი მე დაურეკე და უთხრა თქვენ თანახმა იქნებით რომ მიიღოთ ბატონო და მიუტანე აი გოგიტობადეს აი ეს ორი კაცი დაუწყდა და დაიწყეს აი საკადასაკადო თამასუქების რას ასეთი ისა ხალდი მოგვიწევს ხალდი მოგვიწევს და აი დაწყებულია ესა და ნუ რა თქმა უნდა ამაზე და შემდეგ გააკეთა ეს და უკუთვლა ხელს პატრონის ბატონმა ნოდარმა და ეხლა მე მოგვეთ მექანიზმი ვიტყვი რა არის ესა და რამდენად რეალური არის ეს ამბავი ესე იგი ჩვენ მივაგენით თელ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ქვეყნებში თქვენი ცით რომ დაზარალებული ბიენაბრეის და სხვა დაზარალება არამედ საქართველოში მოხდა თელ პოსტსაბჭოურ სივრცეში როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და იქ ბევრი რაღაცა დაზარალებული დაზარალება მოყვა ბევრი ხალხი ასეთი მეთოდი რომ ბიუჯეტს არ შეეხო, მოქმედ ბიუჯეტს არ შეეხო და ისე გადაუხადო ხალხს ეს ვიყენებული ზარალი არსად არ არსებობს ეს არის უბრალოდ ჩვენი გამოგონება, ჩვენი ეს პატენტი ამას იმოქმედებს და ეს რა არის, რომ ჩვენ ეს ზარალი რომელიც დღეს არის ათეული მილიარდობით დოლარი ჩვენ ვაქციოთ შიდა ინვესტიციებად ამით მე დაიწყოს მეწარმეობა, საქმიანობა წარმატებული, როდესაც ეს მილიარდობით ლარი ჩაიდება უკვე როგორც ინვესტიცია, ვინაიდან ეს საკადასაკადო თამასუქებს იყენებს მეწარმე ახლა დაწყებული მეწარმე, რომელიც ხახსნის ახალ საწარმოს და წარმოშობილ საკადასაკადო დავალიანებებს არ გადაიხდის და ჩათვლას გაუკეთებს ამ საკომპენსაციო საკადასაკადოები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისი ბიზნესი
ეს სამრეწველო ბიზნესი აუცილებლად იქნება წარმატებული თუ გადასახადებს არ გადაიქცეს კაცი, რა თქმა უნდა, მისი ბიზნესი იქნება წარმატებული და დროთა განმავლობაში ხდება აი ამ ზარალის ანაზღაურებაც, აი თვითონ ინაზღაურებს უკვე თავისი წარმატებული ბიზნეს აქტივობით ეს დაზარალებული ნებისმიერი ვინც იქნება და თუ მათ არ აქვს წარმატების დაწესების თავი, ასე რომ თქვა საშუალება და რაღაცა ისა მას გაყიდის, ვინაიდან გაყიდის უფლებით ვაძლევთ ჩვენ გაიცემა ესა. და წარმოიშვება აქ სადღაც უკვე საფასიანი კახადების საფონდო ბირჟა მიეცემა უკვე ამ უფასო ხახას თავისი ფასი დაედება, ეს ძალიან ბევრი მოხდება. და არ არსებობს დღეს საქართველოში ოჯახი 2 მილიონზე მეტი დაზარალებული მიანავრია საქართველოში, რომ იმისი რომელ ოჯახის წევრს არ ქონდეს საკადასახადო სალარო სიგნატი. ეს უკვე ეს ფარატინა ხახარდი საკადასახადო ეს რაფია ეს სიგნატი ფასიანი გახდება. აი ამას დღეს რაც მოვიდეს ხელისუფლება 2 წელიწადია ყველაფერი დადებული გვაქვს შეტანილი გვაქვს იქა პირადად დემავს ერთი 20-ზე მეტი სტატია გამოქვეყნებული აი ამის თაობაზე ცირემოწარმოებისა და აი ამ დაზარალებულთა თემაზე. ეს არის კომპლექსური პროგრამა თუ აწარმოებთ თუ აფინანსებთ ცირემოწარმოებას აფინანსებთ უფასოდ მაშინ აი ამ დაზარალებულთა თემასაც. და ეს მიბმული არის ზუსტად აი ამ წყლის პროგრამასთან. როგორ არის მიბმული? ვინაიდან უკვე გამორჩა ყველას დროის უხმოვნობის გამო და დეფიციტის გამო, რომ აი ამ წყლის პროგრამაზე, წყლის ინდუსტრიის პროგრამაზე უკვე მოძებნილი არის ინვესტორი, რომელიც ბატონ როგორ არის კი გამზადებულია კაცი უკვე 10 წელიწადია და ჩამოსულა 8 წელიწადია და ვერ ჩამოიმანეს, იმიტომ რომ სახელმწიფოს დონეზე ვერ გადაწყდა იმ კაცის, რომ ჩამოხონდა შეახვედრო ვიღაცას ხელისუფლებიდან ის მილიარდერი კაცი ჩამოდის, რომელიც დღეს სად არის 2 მილიარდი 150 მილიონი ჩადვას აქა ყოველი ძინაპირობის გარეშე 200 ქარხანა აშენოს ასეთი ჩამოსვლელი, რომელიც თავის საკუთრებაში არ უნდა ესეც სახელმწიფოს რჩება, ეს ჩამოსული წყალი უნდა მხოლოდ გაიტანოს და აქციოს ის ვალუტაც ასეც აი ასეც ქარხანა ჩვენი იქნება, ყველაფერი ჩვენი იქნება და ამაში არის ზუსტად ის ჩვენი პროგრამა ჩართული. მე ორი შეტყვით გეტყვით. სანამ ჩემის აზრით, აი დღეს არის ძალიან დადებითი მუხტი და დადებითი ემოცია. სანამ სახელმწიფო თვითონ ჩვენთანგან ბოდიშა მოუხდის, მანამდე ჩვენ ამ ბრძოლის ველიდან არ უნდა გავიგოთ. ჩვენ ვართ ღირსება შელახული დღეს. ჩვენ ვართ ველური კაპიტალიზმის მსხვერპლი დღეს. ჩვენს სისხლზეს კომერციული ბანკები თავიანთ კეთილდღეობას იწყობენ. ხალხო, სად არის ჩვენი ეროვნული თავმოყრილობა? ეს არის სიცხვილი. ყველაზე უფრო დამნაშავეები ვართ ჩვენ და ჩვენივე დანაშაული და ჩვენივე ხელით მოტანილი ეს უბედურება ჩვენს არ უნდა გამოვასწორეთ. რითი? ერთად გონით. მეტი არაფერი. ნუ გამიშვათ ხელს ისკენ. ნუ ვიტყვით რომ ვიღაცა არის ის ჩინოვნიკი სააკაშვილი იყო, ის ადამიანია. ჩვენ მივარქვით კვერთხი. ჩვენ დავსვით ის ხალხი. თითო ადამიანი აქ არის იმხელა გონის მატარებელი. ერთად თუ გავიერთიანდებით, ვერავინ ვერ მოგვერევა. ცალკე როცა ვარ, მიტოვართ ასე შერასრულები, ცნობიერება დაქვეითებულები და შვილებს ვერ უყურებ ზოგიერთ თვალებში, ფშივრები რომ ველოდებიან სახლში. ეს არის დიდი სიცხული ჩვენ თითოეული ჩვენთაგანისათვის. რატო? მხოლოდ იმიტომ, თქვენ იცით თუ არა, მოცემულობა როგორია? თქვენ იცით თუ არა, მევახშეების ხელში გადაცემული თითოეული ფული, ეს არის შავი ფული, 7 მილიარდი დოლარი. შავი ფული, რომელიც შავი ფული არის დანაშაულებრივი ფული, რომელიც ექვემდებარება კანონით ამოღებას და თუ ჩვენ მოვახერხეთ ერთად დგომით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეთ სახელმწიფოს და ეს ფული ამოვიღეთ, ფაქტიურად ყველა ხელშეკრულება არის გაუქმებული კანონით. რატო ვერ ვაკეთებთ ამას? იმიტომ ერთად არ ვარ და ზუსტები ვარ საზოგადოებრივი ცნობიერება,
საზოგადოებრივი შეგნება დღეს არ არის იმ დონეზე რომ ერთად დავდგეთ. როგორ შეიძლება ამ ხალხს არ დავუდგეთ, ხალხო გვერდი. როგორ შეიძლება ხალხმა კადორხა 10 თვეა ლევან ჩაჩუა ვერ მიაღწია და ბოლოს გავიმარჯვა იუსტიციის სამინისტროში რომ რეგისტრაციაში გაატარონ პარტია. რას ნიშნავს ისეთ რეგისტრაციაში პარტიის გატარება? ესე ბავშვი რომ დაიბადება ის ხომ სახელი და გვარი ხონდა დაარხა. მეტი არაფერი არა რეგისტრაცია. არ უნდა ეროვნული ძალების მოსვლა. არ იმიტომ ეშინიათ ეროვნული მუხტი. ეს იმხელა მუხტია რომ მხოლოდ ამით შეძლებს ჩვენ დიად გამარჯვების მოპოვებას. როდესაც საქართველოში 12% 350,000 კაცი დღეს მევალეთა რეესშია. სად ვიყურები ჩვენ რაზე ვფიქრობ? ან რატო როგორ ძინავს ხელისუფლებას ღამე? როდესაც 3% თვეში შოულობს იმდენს. რამდენსაც დანარჩენი 97 წელიწადში. რატო ვარ ჩუმად ხალხო? სირჩხული არ არის. ჩვენა ვარ დამნაშავეები და მე სულ ყველას მოგიწოდებთ იმისაკენ რომ გავერთიანდეთ. ჩამოვაყალე ჩვენ მე ვარ წარმომადგენელი სამოქალაქო ერთობა ეროვნული ღირსებისათვის. მე პირდაპირ გეტყვით ჩვენ ვიცი როგორ უნდა გახდეს თითოეული თქვენთაგანი მდიდარი ადამიანი და ნორმალური შემოსავლის გქონდეს. ნამდვილად ვიცი. ჩვენ ვიცით როგორ უნდა დაიგეგმოს ქვეყანაში სახელმწიფო იდეოლოგია და როგორ უნდა შეიკრას სახელმწიფო სისტემა. ჩვენ ვიცით როგორ უნდა გაერთიანდეს ხელისუფლების და ჩვენი ხალხის ინტერესები. მაგრამ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ერთხელ რეზოჩხელიძე მითხრა ესეთ რაღაცას ცნობილმა რეჟისორმა. სულიკო ჟღენტი ხომ კარგი სცენარის ავტორი და მწერალია. ბათუმელი, დიდი კაცი. მეც არა ვარო ცუდი რეჟისორიო. მაგრამ სერგო ზაქარიაძე რო ყოფილიყო, ჯარისკაცის მამა არ გამოვიდოდა ეს. აი რას ნიშნავს შესრულება იდეის? ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა. უთქველოდ ერთნაბიჯსაც ვერ გადავდგა. დღეს მოდის ეროვნული ეკლესიური ძალა, ისა პარტიის სახე. ეროვნული ეკლესიური ძალა მოდის. ეს ნიშნავს რომ ეს ხალხი არის ეკლესიური და ეს ხალხი არის საზოგადოებრივი. თუ ჩვენ გვერდზე არ დავუდგებით, ასევე ვიქნებით შეურაცხყოფილები, ასევე ვიქნებით გაღლეტილები და ასევე ვიქნებით მასხა დაგდებული ხელისუფლების მიერ. დავუდგეთ ამ ძალას ჩვენ. ერთად დავუდგეთ და თქვენ ნახავთ რომ რა მალე ეწევა ქვეყანას კეთილდღეობა. მადლობა. Privată საზოგადოება ხალხადობრივი და ბატონებო ჩემო დაღლილობა თუმრებო ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხედავთ აქ ეს არის განსაცდელი რომელმაც გამოსაფრთხებლად მოგვივლინა თუ ჩვენ მივეცებით წუწუს ისტერიას ვიღაცაზე დაბრალებას ან იმას რომ ვიღაცამ რაღაც არ მოგცა და მოგვატყვა ვერასოდეს ამ ჩექიდან ვერ გავალ მე მოგიწოდებთ ყველას გავერთიანდეთ ეს სამყარო რომელსაც ქვია ბატონი ლევანის პარტია ქართული იდეა ეს სამყარო რომელსაც ქვია სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობა მე მხოლოდ ეს მეიმედება ჩვენ უნდა შევძლოთ აუცილებლად უნდა შევძლოთ რომ დავიცვათ ჩვენი თავი უფალთან ერთად ხოლო ეს ადამიანები დაგვირგებიან გვერდში ისურვებ წარმატებებს ძალიან მიყვარხართ მე თქვენთან ერთად დაზარალებული და მინდა რომ გავიმარჯვოთ ჩვენი თავი ჩვენადმე ვეკუთვნოდეს და ვჯეროდეს რომ ძალა ერთობაშია და მხოლოდ ჩვენშია ჩვენ 2 წლის თავზე ხელისუფლებას კიდევ ვთხოვთ პასუხს იმის გამო რომ არ აღწდა სამართლიანობა და არ გადაიხედა ის კანონები გააკეთოს ამ ხელისუფლებამ ეს საქმე და ჩვენ გვერდში დავუდგეთ მაგრამ თუ არ გააკეთებს მაშინ არის ძალა რომელსაც შესწევს უნარი ამ პრობლემების მოხსნის აი ამ მეცნიერებთან ყველაზე წარმომადგენლობითი ადამიანების გვერდში დგომით ერთმანეთის თანადგომით აუცილებლად მივახცევთ გამარჯვება. სხვა შემთხვევაში გათითოკაცებულები, ჯგუფებად დაყოფილები ვერაფერს ვერ მივახცევთ. თავაზობთ ხელისუფლებას გამოსავალს, მარტო კი არ ვაკრიტიკებთ, ვეუბნებით რა არის გამოსავალი. გააკეთეთ. არ გააკეთებ, აგერ არის ძალა, ვისაც ძალუც ამის გაკეთება და მაშინ გაიწია და ჩვენ გავაკეთებთ. აი ეს არის ჩემი